რა თქმა უნდა, ახლა ეს საქმე შედგება რამდენიმე ნაწილისგან და მოდი სათითაოდ ჩავშალოთ. პირველი ეს არის, რა თქმა უნდა, ოცნების შურისძიება, პერსონალური შურისძიება ბატონი გახარიას მიმართ. და რატომ არის ეს შურისძიება? პირველ რიგში, იმიტომ რომ მათთვის არასასურველი, ასე ვთქვათ, გზა აირჩია ბატონმა გახარიამ და დღეს ის არის ოპოზიციაში. და დღეს გახარიას გუნდი, ახლა ჩვენ ალბათ ბოლოდროინდელ უბრალოდ გუშინ გავრცელებულ კვლევებზეც გვექნება გადაცემის შემდეგ ნაწილში საუბარი და იქაც კარგად ჩანს, იქ რა თქმა უნდა უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, მაგრამ ჩვენი გაზრდილი რეიტინგიდან გასაგებია რომ მთავარი თავის ტკივილი და მთავარი პრობლემა დღეს ოცნებისთვის არის სწორედ გახარია და მისი გუნდი. ამიტომ ეს საქმე უნდა შევაფასოთ რა თქმა უნდა როგორც პერსონალური შურისძიების მორიგი მცდელობა. ეს ერთი. მეორე რა თქმა უნდა ეს საქმე არის ოცნების მიერ არჩეული კაპიტულანტური პოლიტიკის მორიგი გაგრძელება. ეს ხომ არ არის ცალკე ამოგლეჯილი ეპიზოდი. ჩვენ კარგად გვახსოვს ივანიშვილის სამხრივი ბოდიშები ოკუპანტების მიმართ. კარგად ვხედავთ თუ რამდენად აზიანებენ ჩვენი ქვეყნის მთავარ მონოპოლარს, რაც არის ჩვენი სტრატეგიული საერთაშორისო პარტნიორების მზადყოფნა, რომ დაიცვან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. როგორ მოახერხეს ის, რომ ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი, ჩვენი მეგობარი მტრებად გამოაცხადეს და საქართველო რეალურად დატოვეს იზოლაციაში და მარტო ჩვენი მთავარი მტრის რუსეთის წინააღმდეგ, ამ პოლიტიკის გაგრძელება გახდათ. ასე რომ ოცნება დღეს ცდილობს, ასე ვთქვათ, ცნობილი ქართული ამდაზე რომ გავიხსენოთ ორი კურდღლის დაჭერას. ერთის მხრივ პერსონალურ შურისძიებას გიორგი გახარიაზე და მეორეს მხრივ იმ კრემლისთვის საამებელი პოლიტიკის გაგრძელებას. მესამე მიზეზიც ესეც მინდა გითხრათ და ამ შემთხვევაში ეს მიზეზი უკავშირდება თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და რატომ გეკითხებით ამას? სულ რამდენიმე წამში გეტყვით, იქამდე მაყურებლებს მინდა გავახსენო, რაზეა გამოძიება დაწყებული, პროკურატურაში განმარტავენ, რომ ჩორჩანას ეპიზოდის შესწავლა საბოტაჟის უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის სტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხდება. ეხლა აღნიშნულ ფაქტზე შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო უწყებამ გამოძიება რამდენიმე თვის წინ ბატო შაქარაშვილის და ნანა კაკაბაძის ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად ხდება სწორედ შესწავლა იმის, რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანაში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საგუშაგოს გახსნის თვალსაზრისით მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადაწყვეტილების კონტექსტში. ბევრი ფიქრობს, რომ ამ ამბავზე გამოძიების დაწყება უკავშირდება სწორედ ადგილობრივ არჩევნებს და რომ ქართული ოცნება თქვენს პარტიას ეუბნება მიიღეთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გახარია წავა ციხეში. შესაბამისად, იღებთ თუ არა ჩორჩანას საკითხზე გამოძიების დაწყებას, ამ თემის გააქტიურებას, როგორც სწორედ ულტიმატუმს მართველი პარტიის მხრიდან. ნელა აუცილებლად გიპასუხებთ არჩევნების კონტექსტში, მაგრამ იქამდე მოდი კიდევ ერთხელ ხა თქვენ წაიკითხეთ ბრალის ფორმულირება, ხო? და მოდი პირდაპირ უთხრათ ჩვენს მაყურებლებს, საქართველოს მოქალაქეებს, რას ეძახის დღევანდელი უსამშობლო, მართლა უსამშობლო ოცნებისთვის, რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნის და კონსტიტუციის ღალატი. ანუ საკუთარი მიწების, ტერიტორიების დაცვა თან ისე რომ სრულიად მშვიდობიანი გზებით ეს მოახერხო და გააკეთო და მართლაც რასაც ქვია პრაგმატული მიზნებით, სწორი გათვლებით. და ეს იყო ერთადერთი შემთხვევა სხვათა შორის ოცნების რეჟიმის პირობებში, ოცნების 2012 წლის შემდეგ, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქართულმა სახელმწიფომ გამოიჩინა პრინციპული მიდგომა რუსი ოკუპანტების მიმართ და მან მშვიდობიანი გზებით, ისე რომ ამას არანაირი სამხედრო დაპირისპირება და გარკვეული ტიპის შეიარაღებული ესკალაცია არ მოყოლია, ასე მოახერხა საკუთარი მიწების დაცვა და საკუთარი მოსახლეობის დაცვა. ამას ეძახის დღევანდელი ოცნება ღალატს და კონსტიტუციის წინააღმდეგ სვლას. ეს ერთი. რაც შეეხება მეორეს თქვენს კითხვას, რამდენად უკავშირდება ეს არჩევნებს, ხო? დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენ ორ თვეზე მეტია გამოვდივართ და თუ ვინმე პოლიტიკურ პარტიებს შორის არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული არჩევნებთან დაკავშირებით, ეს არის სწორედ პოლიტიკური ძალა გახარია საქართველოსთვის, რომელიც ამბობს უკვე ორ თვეზე მეტია თუ არ ვცდები, ყოველ დღე ერთი და იგივეს, რომ დიახ,
ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ჩვენ ეს ეტაპი უკვე გავლილი გვაქვს. ჩვენ ამაზე სამსჯელოც არაფერი დაგვჭა. ხომ არ მოახდინეთ თქვენს ამ პოზიციაზე, რომ არჩევნებისკენ ვიყურებით, გავლენა სწორედ იმან, რომ სახელმწიფო ხელისუფლება გახარიას თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში გადადგმული ნაბიჯებით დაინტერესდა. ნახეთ რა, მე სრულიად საპირისპირო მგონია. მე მგონია, რომ დღეს სწორედაც რომ იმით არის და თუ ვინმე არის დაინტერესებული, რომ ჩვენ არ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, ეს სწორედ არის ოცნება. ანუ სრულიად საწინააღმდეგო არის სიმართლე. პირიქით გეუბნებათ, რომ შეწყვიტოთ არჩევნებისკენ ყურება? დიახ, სწორედაც ეს არის მათი მთავარი მიზანი. იმიტომ რომ დღეს რატომ მიგვაჩნია ჩვენ რომ სწორედ არჩევნებში მონაწილეობა იქნება ერთ-ერთი მთავარი დარტყმა ოცნების მოძალადე რეჟიმისთვის. რა თქმა უნდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის გაგრძელებასთან ერთად, რა თქმა უნდა ქუჩის მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელებასთან ერთად. აი ამ ყველაფრის ერთობლიობა და პოლიტიკის დაბრუნება პოლიტიკაში მათ შორის მათ მოედანზე მისულით მათთვის სიმართლის თქმით და ოცნების მათ შორის ოცნების ამომრჩევლის არ დატოვებით პირისპირ დაუცველად და მარტო ოცნების მოძალადე რეჟიმის და მათი აგრესიული პროპაგანდის წინაშე ეს არის სწორედ ჩვენი გზა და მათ ძალიან კარგად იციან. მათ კარგად იციან ვინ არის მატერიალური საფრთხე. მაშინ პირიქით გითხავთ, იმუშავებს თუ არა ულტიმატუმი უკვე ამ თვალსაზრისით. თუ კი თქვენ თვითმმართველობის არჩევნებში ჩართვა გაქვთ გადაწყვეტილი, შეიძლება თუ არა შეცვალოთ გადაწყვეტილება იმის რისკების გათვალისწინებით, რომ თქვენ გეხსოვებათ და გიორგი გახარია შესაძლოა ციხეში აღმოჩნდეს წინააღმდეგ შემთხვევაში. თქვენ გეცოდინებათ, მაგრამ შეიძლება ჩვენ ტელემაყურებლების ნაწილს ყველას არ ახსოვდეს და მოდი კიდევ ერთხელ შევახსენოთ. რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი და ის პოლიტიკური ძალა, რომელიც გადაწყვეტილებებს ასე არცვლის. ანუ ჩვენს გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს ვერანაირი გადაწყვეტილება, ვერც ოცნება და ვერც ნაციონალური მოძნაობა და მათი განაყოფები. ჩვენ ეს არაერთხელ დაგვიმტკიცებია, დღესაც ამ გზით მივდივართ და მოდი ვინც დაუშინებიათ და ვისთანაც გასულიათ აქამდე, მომავალშიც მათთან ცადონ ანალოგიური მეთოდებით დაპირისპირება, მათი დაშინება, დაშანტაჟება და გაჩერება. ჩვენ ვერ გაგვაჩერებენ. გიორგი გახარიამ ჩვენ გადაწყვეტილებაზე ისინი გავლენას ვერ მოახდენენ. აი ეს მინდა ძალიან მკაფიოდ ვთქვათ, ეხლა დღევანდელი ოცნების პირობებში გასაკვირი არაფერი აღარ არის, ხო? ანუ ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. მაგრამ აქ თავარი ეს არ არის. თავარი არის ჩვენ რამდენად შეგვაცვლევინებენ ჩვენს გზას, რამდენად იქონიებენ გავლენას ჩვენს გადაწყვეტილებაზე და პირდაპირ გეუბნებით, რომ ვერ იქონიებენ. ვერც ოცნება. და ვერც ნაციონალური მოძრაობა, რომელიც სხვათა შორის აი იმ პოზიციის მთავარი ავტორია, ახლა თქვენაც გააშკერეთ. სწორედ ნაციონალური მოძრაობა იყო, რომელიც გამოვიდა და თქვა, რომ თურმე ამას ივანიშვილი და ოცნება იმიტომ აკეთებს, რომ გვაიძულოს მივიღოთ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. დიდი ბოდიში, მაგრამ ეს იძულება ვის და ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება. ჩვენ ვართ ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ ნაწილში უკვე ჩამოყალიბებულია. ჩვენ გადასული ვართ, ლელა, ახლა მეორე ეტაპზე, პირდაპირ გეტყვით. ჩვენ გადასული ვართ ახლა ეტაპზე, როდესაც მთავარია შევარჩიოთ პოლიტიკურად და პარტიულად ნეიტრალური კანდიდატები, იმიტომ რომ სწორედ ეს მიგვაჩნია. ამაზე გითხავთ, იქამდე ისევ ჩორჩანასთან დაკავშირებით დაწყებული ჩორჩანას ეპიზოდზე დაწყებული გამოძიების საკითხი მინდა ამოვწოროთ. აი ვახტანგ გომელაური ადასტურებს და ამბობს, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნა და 2019 წლის აგვისტოში საოკუპაციო ხაზთან შესაბამისი სამუშაოების დაწყება სუსთან შეთანხმებული არ ყოფილა და ამის შესახებ, ასე ვთქვათ, პოსტფაქტუმ გაიგეს მას შემდეგ, რაც იქ სამუშაოები დაიწყო, როცა გავიგეთ, რომ ტრაქტორები მუშაობდნენ და საგუშაგო უნდა გაკეთებულიყო, ვუთხარი გახარიას, რომ არ შეიძლება ომის წინაშე დამდგარიყავით, სხვა რამ ვურჩიეთ, მაგრამ გახარიამ გვეპასუხა დიდი საფრთხეებია და უნდა გავაკეთოთ, ამბობს გომელაური და აქვე ქართულ ოცნებაშიც გვესმის განცხადებები, რომ ჩორჩანში საგუშაგოს გახსნა ეს იყო კარგად ნაფიქრი დავალების შესრულება, რომლის მიზანი იყო სწორედ სამხედრო ესკალაცია. გახარიამ მიზანმიმართულად გადადგა ნაბიჯი, რომ მომხდარიყო სამხედრო ესკალაცია, ის იყო მამუკა მდინარაძის განცხადება. ბრალდება სერიოზულია და ამის თაობაზე თქვენც ისაუბრეთ. შესაბამისად, ჯამში მაინც რისთვის ხართ მზად? უშვებთ, რომ გიორგი გახარია დაიჭირონ იმ ახალი ომისთვის, რომელიც პრინციპში არც მომხდარა. ვიცით რა არის? საკუთარი ქვეყნის ინტერესების, საკუთარი ტერიტორიების, მიწის, მოსახლეობის დაცვისთვის დაჭერა უსამართლო რეჟიმის მხრიდან. ეს არავისთვის შემაშინებელი და შემაჩერებელი ფაქტორი არ იქნება და მით უფრო ისეთი პრინციპული, გამბედავი და პატრიოტი პოლიტიკოსისთვის, როგორც არის გიორგი გახარია, ეს ერთი. ახლა მეორე, რაც შეეხება იმას, რომ სუსი თურმე არ იყო საქმის ყურში. მე სრული პასუხისგებლობით მინდა გითხრათ, არა თუ სუსი.
არამედ ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება, ყველა აქტორი, ვინც უნდა ყოფილიყო ინფორმირებული და ჩართული ამ პროცესში იყო ჩართული. ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ ამ პერიოდისთვის ბატონი გახარია პრემიერ-მინისტრი კი არ იყო. ბატონი გახარია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. ის ამ ინციდენტიდან რამდენიმე დღეში მოხდა მისი წარდგენა პრემიერ-მინისტრის კანდიდატად, თორე იმ პერიოდში ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მთავარი მოვალეობა იყო გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა. უკლებლივ ყველა სახელმწიფო უწყება, რამდენიმე სტრუქტურა, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობები, გუბერნატორები, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ბიუჯეტი, ამას ხო ყველაფერს დაფინანსება ჭირდებოდა, ორგანიზება ჭირდებოდა. რა თქმა უნდა, ეს გაცილებით აღემატებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას. ამასაც თავი დავანებოთ, ლელა. მე შემიძლია მოგაწოდოთ არქივის კადრები, რომელიც პირდაპირ სცემს პასუხს ბატონი გომელაურის და სხვა დღევანდელი ოცნების მაღალჩინოსნების ნამდვილ სახეს პირდაპირ აჩენს. ეს ადამიანები მაშინ არათუ მიესალმებოდნენ ამ გადაწყვეტილებას, არამედ პირიქით ამ გადაწყვეტილებით ამაყობდნენ. არის კომენტარი სწორედ იმ დღეს სამთავრობო მედიის მიერ მომზადებულ სიუჟეტში, სადაც ბატონი გახარია საუბრობს მშვიდობიან პოლიტიკაზე, იმაზე, რომ ომით დაკარგული მშვიდობით უნდა დავიბრუნოთ, ამაზე საუბრობს და ბატონი გომელაური ცეცხლის გახსნაზე საუბრობს. იმასაც კი ამბობს ესე ამაყად და ბაქი-ბუქით, რომ თუ იქიდან ვინმე ცეცხლს გახსნის, ჩვენც მზად ვართ და ჩვენც ვაშკაცურად დავდგებითო. აქ არის იგივე ქალბატონი თია წულუკიანის კომენტარი, აქ არის სხვა ოცნების სხვა პარლამენტარების კომენტარები, რომლებიც ყველანი მიესალმებოდნენ ამ გადაწყვეტილებას და მაშინ გაუგებარია თუ მაშინ რამდენიმე წლის წინ ეს მათთვის იყო მისასალმებელი გადაწყვეტილება და ამაზე საჯაროდ საუბრობდნენ, დღეს გახდა ეს მოღალატეობრივი საქციელი. ბატონო გიორგიევა, დღეს გახდა ცნობილი, რომ საბოლოოდ გიორგი გახარია ხელმეორედ დაიბარეს საგამოძიებო კომისიის ხდომაზე და თავის მხრივ უკვე პროკურატურაშიც აქტიურად გრძელდება სხვა პირების გამოკითხვაც გომელაურის მერე დღეს უკვე ალექსანდრე ტაპეტაძე და კახა კახიშვილი არიან დაბარებული გამოკითხვაზე. აპირებს თუ არა მეორედ მისვლას გიორგი გახარია პარლამენტში და იმ ყველაფრის თქმას, რაც დამატებით აქვს სათქმელი. იცით ახლა მის გადაწყვეტილებას მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ აი ხა თქვენთან მოსვლის მერე გავიგე სწორედ ამ დაბარების შესახებ, მაგრამ მოდი ლოგიკას გავყვეთ, ხო? ახლა ჩვენ როდესაც პირველ დაბარებაზე იყო საუბარი, მაშინაც ვამბობდით, რომ ეს იყო მისი პერსონალურად მისაღები გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ გუნდში პოზიციები და აზრები იყო გაყოფილი, ნაწილი ემხრობოდა მისვლას, ნაწილი არ მისვლას, მაგრამ საბოლოო ჯამში ბატონმა გახარია მიიღო გადაწყვეტილება, მივიდა და რეალურად მისი იქ მისვლა იყო გარდამტეხი მომენტი იმ ნაწილში, როდესაც მან სწორედ ოცნების მოედანზე აი პირში უთხრა სათქმელი მათ და ამას უყურებდა 10,000-ობით და 100,000-ობით ადამიანი. და მათ რეალურად გაიგეს სად იყო სიმართლე. ამიტომ ბატონ გახარიას დასამალი არაფერი აქვს და მას ახლა ისინი მეორედ დაიბარებენ თუ მესამედ დაიბარებენ, ამით ნამდვილად ვერ შეაშინებენ. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ მივიდეთ და უთხრათ სიმართლე იქ სადაც საჭიროა, მათსავე მოედანზე. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვღებულობთ რეალობას, როდესაც ოცნებას ეს საკუთარი ამომრჩეველი, რომელიც არ არის ცოტა ამ ქვეყანაში, ხო? პირდაპირ ყავს ასე ვთქვათ, გამოჭერილი და საკუთარი ინფორმაციული, ასე ვთქვათ, მანქანით ყოველდღიურად ზალადობს ამ ადამიანებს, ამ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ და ამისგან დასაცავი არიან ჩვენი მოქალაქეები და ეს გააკეთა ბატონმა გახარიამ. ჩემი პოზიციაზე რომ საგამოძიებო კომისიის ხდომაზე მისვლა იყო სწორი გადაწყვეტილება, მინდოდა მეკითხა ხომ არ ნანობთ ამ გადაწყვეტილებას, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ აი ჩანს, ხო, დღესაც საგამოძიებო კომისიაზე მისვლის მიუხედავად შესაძლოა კომისიასთან თანამშრომლობამ ვერ იხსნას გიორგი გახარია პატიმრობისგან. თქვენ რა გონიათ, რომ გახარია იმიტომ მივიდა კომისიაზე, რომ რაღაცნაირად თავი დაეხსნა პატიმრობისგან? მისთვის არა, როგორ გეკადრებოთ, მისთვის ამ დონეზე ჩვენ ამ საკითხს ვერ ჩამოვწევთ, მოდი ასე ვთქვათ რა. მისთვის მთავარი იმ კომისიაზე მისვლის მთავარი мотиваცია იყო სიმართლის თქმა. იმ სიმართლის, რომელსაც ოცნება უმალავს ჩვენს მოქალაქეებს. და ეხლა მარტო იმედის და სხვა სამთავრობო ტელევიზიების ყურებით გასაგებია, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც შეზღუდულები არიან განსაკუთრებით რეგიონებში სხვა საინფორმაციო წყაროებთან ხელმისაწვდომობით, ბუნებრივია შესაბამის დასკვნებს ვერ გამოიტანენ. და ისინი არიან ნამდვილად ჰიბრიდული ომის მსხვერპლი და არიან დასაცავები ამ ომისგან. და ვინ უნდა გააკეთოს ეს თუ არა ბატონმა გახარიამ და ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა. ასე რომ მე ვერ გეტყვით საბოლოოდ და დადასტურებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამჯერად უკვე მეორე დაბარების შემთხვევაში ბატონი გიორგი, მაგრამ ლოგიკურად რო გავყვეთ, მისი გადაწყვეტილება იქნება რა თქმა უნდა მისვლა. თუმცა აქ მეორე ფაქტორიც არის, რომ ამ კომისიაზე მისვლით ძალიან დიდი ანგარიშით წააგო ოცნებამ.
და რეალურად ახლა მათთვის ეს მორიგი ანგარიშწორების და ერთგვარი შურისძიების ნაბიჯიც არის, რომ რაღაცა როგორც ვფიქრობ, რაღაცა უფრო კარგად მოემზადონ და უფრო კარგად შეუტიონ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს მათ არ გამოვუვათ, რადგან სიმართლე არის ჩვენ მხარეს, სიმართლე არის ბატონი გიორგის მხარეს, ახლა კიდევ მეორე ადამიანი, რომელიც აღმოჩნდა ერთადერთი ყველაზე გაბედული პოლიტიკოსი, რომელიც გაბედა ლელა, აი გაბედა და მშვიდობიანი გზებით და სწორი გონივრული პოლიტიკით დაუპირისპირდა ოკუპანტებს და არ მისცა მათ საშუალება მცოცავი ოკუპაციის გაგრძელების, ამას ისინი რაც ხავენ ღალატად კონსტიტუციის დარღვევად, როდესაც თვითონ ყოველდღიურად ღალატობენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და მათ შორის ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას. და ბუნებრივია ამ ბრძოლაში ჩვენ უკვე ვართ გამარჯვებულები, რადგან საქმე ეხება საკუთარი ტერიტორიების დაცვას. და ეხლა რაც არ უნდა შეთხზან, ეხლა შეიძლება კიდე რაღაცები მოიგონოს სხვათა შორის, ეს ინფორმაციაც არსებობს, მინდა გითხრათ. შეიძლება სხვა საქმეებზიც მუშაობენ, ეხლა მათთვის 20 ხო არის ეს. 1000 რაც მოუნდებათ, ეხლა როგორც ეხლა იმდენად აბსურდულია ეს ჩორჩანას საქმე, ხო? რა გასაკვირი იქნება სხვა საქმეებით შეკერონ. ამიტომ ჩვენ კიდევ ვიმეორებ, თავი აი ამით მინდა ამ თემაზე საუბარი დავასრულოთ. თავი აქ არის ის, რომ ჩვენ აი ვერანაირი ფორმით ვერ შეგვაშინებენ. რაც არ უნდა გააკეთოთ. ვერც კომისიაზე დაბარებით, ვერც პროკურატურაში დაბარებით. ბატონ გიორგი, ადგილობრივ არჩევნებსაც დავუდგეთ რამდენიმე წუთი და მე უკვე აი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები, რომელიც გუშინ გასაჯაროვდა ადგილობრივ არჩევნებს რაც შეეხება, ხომ მაყურებელმა იცის, რომ თქვენი პარტია იყურება მუნიციპალური არჩევნებისგან, თუმცა მაინც საბოლოო გაწყვეტილების მოლოდინში. ხა გას უკვირას თქვენს პარტიაში უკვე ასეთი განცხადება გაკეთდა, ციტატა, ბოიკოტზე დისკუსიების ეტაპი უკვე გავლილი გვაქვს, ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა ნეიტრალურ არაპარტიულ კანდიდატებზე მსჯელობა ამ ეტაპზე ვართ და უკან დაბრუნებას არ ვაპირებთ. აი მაგალითად ანა ბუჩუპურმა თქვა ეს ყველაფერი. ეს რამდენად ნიშნავს იმას, რომ ერთვებით მუნიციპალურ არჩევნებში და ეს უკვე არის გადაწყვეტილი. ანუ კი აღარ ფიქრობთ ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული. აბსოლუტურად ამას ნიშნავს და მეც მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ ეს ეტაპი გავლილი გვაქვს. გადაწყვეტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადაწყვეტით შეგვიძლია ვთქვათ, ეხლა რა თქმა უნდა, ზოგადად ყველაფერი შეიძლება მოხდეს და იმდენად სწრაფად იცვლება სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს რეგიონში და მსოფლიოში, რომ 1000 ფაქტორი შეიძლება შემოვიდეს, ასე ზოგადად ვამბობ და ამის გათვალისწინებით შეიძლება გადაწყვეტილებები შეიცვალოს. ახლა ეს ფაქტობრივად დაახლოებით იმას, როგორც ფორს მაჟორი, დაახლოებით იგივე სიტუაციაა და ახლა ჩვენ ფორს მაჟორისგან დაცულები არ ვიქნებით და ვერ ვიქნებით, ხო, სამწუხაროდ, მაგრამ რაც შეეხება გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ეს ხომ არ არის ერთი დღის და ორი დღის ნაფიქრი, ხო? ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვფიქრობთ, ვსჯელობთ, ჩვენ ეს გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული, სხვა პარტიებსაც მოუწოდებთ, რომ ანალოგიური გზით წავიდნენ. განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენთვის ლელოს პოზიცია, თქვენ გახსოვთ ის კითხვა, რომელიც ჩვენ საჯაროდ დავსვით, რომ ის პარტიები, რომლებიც აპირებენ ბოიკოტის გამოცხადებას მუნიციპალური არჩევნებისთვის, მაშინ გამოვიდნენ და საჯაროდ მკაფიოდ გასაგებად აუხსნან ჩვენს მოქალაქეებს, მაშინ რა გეგმა აქვთ მათ? აი 4 ოქტომბერს რომ თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება და ბოიკოტს რომ გამოუცხადებენ, 5 ოქტომბრიდან რეალურად პოლიტიკური პროცესები როგორ წარმოუდგენიათ? ანუ რაღაც ალტერნატიული გეგმა ხო უნდა გქონდეთ? ეს კითხვა დავსვით, ამ კითხვის მოყვა შედეგად ეს ბოიკოტი უკვე გეგმაო, ასე ამბობენ. რანაირად არის გეგმა, როდესაც გნებავთ სხვა ქვეყნების გამოცდილება და გნებავთ ნებისმიერი სხვა ტიპის ანალიზი ადასტურებს იმას, რომ ბოიკოტი ვერ იქნება ეფექტური ინსტრუმენტი ოცნების ტიპის ავტოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად. და ამ კითხვას შემდეგ მოყვა უკვე ლელოს გააქტიურება. ხო, რასაც მივესალმეთ ჩვენ და დღესაც მივესალმებით. უბრალოდ სამწუხაროდ, გრძელდება დღემდე, ასე ვთქვათ, ლელოს ბულინგი, ასე ვთქვათ, მათი ყველანაირად იძულება, რომ რაღაცნაირად შეიცვალონ ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პოზიციები თითქოს შეგრძნებულად გვეჩვენება ბოლო პერიოდში, მაგრამ ჩვენ მაინც გვაქვს იმედი, რომ საბოლოო ჯამში არ აყვება ლელო ამ ბულინგს და მიიღებს არა ემოციურ გადაწყვეტილებას, არამედ აი პრაგმატულ გადაწყვეტილებას, ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც შეესფერება სერიოზულ პოლიტიკურ ძალას, რომელიც არ ექვემდებარება არც ბულინგს და არც სხვა პარტიების განწყობას და ამორჩევლების განწყობას, რაც შეეხება ეს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა, ხო, გუშინ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვითაც რესპონდენტთა 54.5% ფიქრობს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს და მეტიც, როგორც კვლევის ავტორი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, უშუალოდ პროევროპელი ოპოზიციურად განწყობილი ამორჩევლების 55%-იც ფიქრობს, რომ
არჩევნებში შესვლას ჯობს ბოიკოტირებას. ეს კვლევა რას გეუბნება? რისი მანიშნებელია ის, რომ ამომრჩეველთან გამოკითხულთა ნახევარი და ნახევარზე მეტიც მაინც არჩევნების გზით წასვლის მომხრეა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი საარჩევნო პროცესისადმი სავარაუდოდ მათი ნდობაც არც ისე მაღალი უნდა იყოს. ნახეთ, ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი პოზიცია იყო და არის სწორი. ჩვენთვის ამ კვლევაში სიმართლე გითხრათ, დიდი სიურპრიზი არც არის. გულისხმობ იმ ნაწილში, რა ნაწილიც ადასტურებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა საარჩევნო პროცესს, მაგრამ მაინც გინდოდეს მასში შესვლა. ის ახსნა აქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები კარგად ხვდებიან, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. და იმის გამო, რომ თურმე საარჩევნო გარემო ამ ქვეყანაში არ არის ისეთი, როგორი ჩვენ ყველას გვინდა, და სხვათა შორის უნდა გავიხსენოთ, რომ ასეთი იყო გარემო ყოველთვის სამწუხაროდ ამ ქვეყანაში. ამის გამო არჩევნებზე უარის თქმა და ამ ბრძოლის ველის მიტოვება და ჩვენი მოქალაქეების მარტო დატოვება ოცნების მოძალადე რეჟიმის პირისპირ, ეს არ არის სწორი გზა. ჩვენი მოქალაქეები კარგად ხედავენ, რომ პოლიტიკოსების ადგილი არის პოლიტიკაში. და მათ სურთ პოლიტიკოსების დაბრუნება პოლიტიკაში, პოლიტიკურ პლატფორმებზე. და ჩვენ ეს არ გვიკვირს, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ვამბობდით, თქვენ რა გონიათ, რომ ჩვენ როდესაც გამოვედით, ჯერ კიდევ 2 თვის წინ და თქვით, რომ დიახ, ჩვენ მზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ჩვენ ეს მონაცემები არ ქონდა, ან ჩვენ მოქალაქეებს არ ველაპარაკებოდით, არ ვიცოდით მათი განწყობები. პოლიტიკოსების დაბრუნება პოლიტიკურ პლატფორმებზე ეს შეიძლება გულისხმობდეს იმასაც, რომ სურთ მათ შორის გიხილოთ პარლამენტში. ნახე, პარლამენტთან დაკავშირებით ჩვენ პოზიცია არ შეგვიცვლია და როგორც თქვით თავიდან, რომ ამ პარლამენტს არ ექნებოდა ჩვენი ლეგიტიმაცია, დღემდე ამ პოზიციაზე ვრჩებით, ეს არ ეხება პარლამენტს, მაგრამ ჩვენ კიდევ მეორე ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას არანაირად არ ნიშნავს ჩვენზე, ესეც ბევრჯერ გაგვეცხადებია, ხო? ამიტომ ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი ემხრობა პოლიტიკური პარტიების მონაწილეობას მათ შორის მუნიციპალურ არჩევნებში და მეცაც გეტყვით, თქვენ თუ ნახეთ დეტალურად, მათ შორის ისეთი პარტიების, რომლებიც გულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას და მათ განაყოფებს, ხო? რომლებიც ყველაზე მკაფიოდ პოზიციონირებენ როგორც ბოიკოტის მხარდამჭერები, მათი უშუალო ამომრჩევლების მინიმუმ 1/13 და ცოტა მეტიც ფიქრობს, რომ სწორედ არჩევნებში მონაწილეობა არის სწორი გზა, ასე რომ ნურც ისინი მოიფიქრებენ, რომ მათი ამომრჩეველი სრულად ემხრობა ბოიკოტის გზას. ამიტომ ჩვენთვის აქ სიურპრიზი ამ ნაწილში ნამდვილად არ ყოფილა არაფერი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცენტი, რაც არის, ახლა თქვენ ახსენეთ 54%, კიდევ უფრო გაიზრდება. კარგი, რაც შეეხება კიდევ ერთ მაჩვენებელს ამავე ორგანიზაციის გამოკითხვით, კითხვაზე შაბათს რომ იმართებოდეს ადგილობრივი არჩევნები, ვის მისცემდით ხმას, პასუხები ასე გადანაწილდა, ქართული ოცნება 35.2%, კოალიცია ცვლილებისთვის 16.9%, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა 14.6%, ძლიერი საქართველო ლელო ხალხისთვის მოქალაქეები 13.4%, გახარია საქართველოსთვის 12.4%. ეს რიცხვები რას გეუბნებათ და რამდენად გაკმაყოფილებთ უშუალოდ თქვენს თქვენ ახლა წაიგეთ თუ არ ვწდები საერთო ეროვნული შედეგები, შედარებით განსხვავებული არის თბილისის მონაცემები, თუ არ ვწდები, იქ ჩვენ 17% გვაქვს. მოდით ასე ვთქვათ, რას აჩვენებს ეს მონაცემები ჩვენთვის, ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის. პირველი რაც უნდა შევახსენოთ ჩვენს ოპოზიციურ ძალებს შორის მაინც ყველაზე დაბალი პროცენტული მხარდაჭერა. ამას არ აქვს მნიშვნელობა. აი ეს რადგან ახსენეთ, მოდით ამიტომ კიდევ უფრო კარგად ავხსნათ. ჩვენ აი ამ პარტიებს შორის უბრალოდ ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, რადგან ყველა ვინც თქვენ ჩამოთვალეთ, ყველა არის კოალიცია. ერთადერთი დამოუკიდებელი პარტია, რომელიც არის ამ კვლევაში წარმოდგენილი, ეს არის პარტია გახარია საქართველოსთვის. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო? იმიტომ რომ შესაძაც ხარ კოალიცია, შესაძაც შენში შემოდის 3-4 პოლიტიკური ერთეული, ნუ ეხლა რაღაც გარკვეული საშუალო პროცენტით მონაცემით ეს იყოფა ეს შენს მიერ მიღებული მონაცემები, ხომ ასეა? ამიტომ შესაძაც ჩვენ ამ მონაცემებს ვიხილავთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ იქ ერთადერთი პოლიტიკური ძალა დამოუკიდებელი და არა კოალიცია, ეს ერთი. მეორე ეს კვლევაც ადასტურებს იმას, რომ ჩვენ გვაქვს მზარდი რეიტინგი. სწორედ ერთადერთი დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა ვართ, რომელსაც აქვს მზარდი რეიტინგი. ეხლა მართალია გაყალბებული იყო ადგილობრივ საპარლამენტო ბოლო 26 ოქტომბრის არჩევნები, მაგრამ ნუ დაახლოებით 8% არის ჩვენი მონაცემები, რომელიც დღემდე საერთო ეროვნული მონაცემით არის 13%-მდე გაზრდილი და თბილისში 7%-მდე გაზრდილი. თან იმ პირობებში აუცილებლად უნდა გავახსენოთ ეს ჩვენს მოქალაქეებს, როდესაც ჩვენ ყველაზე იაფად ვატარებთ და ამაზე არაერთი კვლევა
გამოქვეყნდა და მონაცემი გამოქვეყნდა, ყველაზე იაფად ვატარებთ საარჩევნო კამპანიას. ზოგადად ყველაზე უფულო პარტია ვართ, ასე ვთქვათ. ჩვენს უკან არც ოლიგარქები დგანან, არც საკუთარი ტელევიზიები გვაქვს, მაგრამ იმის გამო, რომ ძალიან ბევრ მოქალაქეს ჯერა ჩვენი პოლიტიკური გზის და ჩვენი პოლიტიკური არჩევანის, სწორედ ამის გამო გვაქვს მზარდი რეიტინგი. და სხვათა შორის მე პირადად ამ მზარდ რეიტინგს ვუკავშირებ სწორედ ჩვენს მათ შორის პოზიციასაც, რომ დიახ, ჩვენ უნდა ვიყოთ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ზალა, რომელიც ყველა არჩევნებში მონაწილეობს და არ უნდა ვიყოთ რადიკალიზმის დაპირისპირების მომხრე. დიდი ალბათობითაა ეს ზრდა გარდა იმისა, ზოგადად ჩვენი პოლიტიკური პოზიციები, სადაც როგორც ჩანს, ხარდაჭერა სიწვევს ჩვენ სამომრჩევლებში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორი შესაძლებელია სწორედ ასეც იყოს, რომ ჩვენ ავირჩიეთ სწორი გზა და უკვე რამდენი თვეა ამაზე ვსაუბრობთ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის. მადლობა.